გიორგი ტუმასიანი არის ჩვენი შემდეგი სტუმარი ინიციატივა ჯერ საქართველოს წევრი. მოგესალმებით გიორგი. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და თქვენ როგორ გაიგეთ ეს გზავნილები, ხელისუფლებას რას თხოვენ და ოპოზიციას რას თხოვენ, ამაზე რომ ვისაუბროთ კონკრეტულად. პრინციპში ხელისუფლებას იგივე შინაარსის მოთხოვნები არის მათსადმი, რაც აქამდეც იყო. და ფართოდ ეს გამოიყურება როგორც იმ წინაპირობების შესრულება, რომელიც დიდი ხანია პრინციპში ნათქვამია, რათა მოხდეს ურთიერთობების განახლება შეერთებულ შტატებთან, ანუ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და ამისთვის საქართველოს უნდა ნაბიჯები გადადგას, ყოველთვის ამას ამბობდა სახელმწიფო დეპარტამენტი, ეს მოიცავს რა თქმა უნდა გადახვევას იმ ესე იგი საგარეო პოლიტიკური ვექტორის ცვლილების კურსიდან და დაბრუნებას ტრადიციულ ევროატლანტიკურ გეზზე, თუმცა თავისი შესაძლო ადაპტირებული თუმცა ეს პირდაპირ ესე ნათქვამი არ არის, ხო იქ? იქ ხაზგასმულია პირიქით სუვერენიტეტის მნიშვნელობა და ეს ძალიან სასარგებლოა, იმიტომ რომ ეს არის შეხსენება ოცნებისთვის, რომ ვაშინგტონი არათუ ეხლა ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს სუვერენიტეტს, მე შემიძლია ასობით განცხადება მავნე გარე გავლენებისგან გათავისუფლება. გარე გავლენებში რა იგულისხმება საინტერესო. ასობით განცხადება შემიძლია მაგალითად მოგიყვანოთ წლების 10 წლეულების განმავლობაში, სადაც ვაშინგტონი ამბობს საქართველოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, პოლიტიკური დამოუკიდებლობა, შესაბამისად ამის მხარდაჭერა ყოველთვის იყო. ახლა ბუნებრივია ჩვენ ხო რეალიებს უნდა ვუყუროთ. რეალობა ის არის, რომ დღეს ვაშინგტონის და ბრიუსელის მიდგომები არის სხვადასხვა. ბაიდენის ადმინისტრაციის და ბრიუსელის მიდგომები იყო ერთი ტიპის და ეს არის პოლიტიკურად მემარცხენე, ან პოლიტიკურად მემარჯვენე ცენტრისტული, მოკლედ ძირითადი განსხვავება იმაში არის, რომ დღეს ვაშინგტონისთვის პრაგმატული ინტერესები, მათ შორის კომერციული ინტერესები უფრო ზემოთ დგას, ვიდრე ადამიანის უფლებები და დემოკრატია. და ბრიუსელისთვის როგორც იყო, ისევ რჩება პირველ რიგში დემოკრატია. შესაბამისად, გარკვეული ლოგიკური თანხმედრა ქართული ოცნების შემოთავაზებებთან ნამდვილად არის, იმიტომ რომ ოცნება ცდილობს იმის თქმას, რომ მოდით ტრანზაქციულად შევთანხმდეთ, ვივაჭროთ და დემოკრატია ადამიანის უფლებების გვერდზე გადავდოთ და ამ ლოგიკაში გარე ჩარევებს რაც შეეხება გარკვეული შეიძლება ნაბიჯად აღვიქვათ ეს ოცნების მიმართ, რომელმაც პრინციპში ასე თუ ისე შეძლო ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია და შეერთებული შტატები გაცილებით უფრო ავტორიტარულ და დიქტატურულ ქვეყნებთანაც კი მუშაობენ. ხო და გოცნებას ამის იმედი აქვს, რომ ჩვენთანაც იმუშავებენ. სავარაუდოდ ეგ არის, ხო? ეს პოზიცია. ოცნებას ეს იმედი აქვს. აი ეს რომ დაიწყო ახლა დიალოგი ნიშნავს თუ არა იმას, რომ გამართლდება ადრე თუ გვიან ოცნების ეს იმედი ასე ვთქვათ. საქმე იმაშია, რომ ოცნების იმედი არ არის გამიჯნული რეგიონალური გეოპოლიტიკისგან. მიუხედავად იმისა, რომ ოცნებამ პრაქტიკულად აირჩია ეს გეზი, ამავდროულად მათი განზრახვა ვაშინგტონის მიმართულებით გადატვირთვისკენ რეალურად არ წარმოადგენს სიღრმისეულ სურვილს იმისა, რომ გადახედონ საკუთარ პოლიტიკას. ანუ მათი მოთხოვნებზე, მათი მიდგომებით უნდა ვაშინგტონმა აღიაროს ეს ახალი რეალობა, რომელიც გულისხმობს დემოკრატიული ინსტიტუტების განადგურებას. ახლა ის რომ ვაშინგტონისთვის დღეს ნაკლებად მნიშვნელოვანია დემოკრატია, ვიდრე ტრანზაქციული ურთიერთობები, ეს არ ნიშნავს, რომ გამქრალია დემოკრატიის და ადამიანის უფლებების კომპონენტი როგორც ასეთი. არ ნიშნავს, რომ გამქრალია ტრანსატლანტიკური კავშირები როგორც ასეთი. შესაბამისად, ასევე არ ნიშნავს იმას, რომ ვაშინგტონი მზად არის თვალი დახუჭოს იმაზე, რომ ქართული ოცნება და ასე დაუახლოვდა რუსეთსაც, ჩინეთსაც და ირანსაც. ბოლოს და ბოლოს, აგერ ტრამპის ადმინისტრაციამ 2 თვის წინ გამოაქვეყნა დაზვერვის საზოგადოების დასკვნა, რომელიც საჯაროა, სადაც წერია, რომ ამერიკის ძირითადი საფრთხეები არიან 5 ქვეყანა და ჩამოთვლილია რუსეთი, ჩინეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა და პაკისტანი ბირთვული და სხვა ავტორიტარული მოკლედ მიდრეკელებების გამო. შესაბამისად, ამ ხედან სამთან ქართული ოცნება პირდაპირ თანამშრომლობს და იქ უკვე ჩდება სხვა საკითხები, ანაკლიის სპორტის საკითხი, ინფრასტრუქტურის საკითხი. აქ თემა რა არის? როცა ამ ნათქვამი არის, ხო, რაღაც პირობებიო, იმისთვის პირდაპირ რაღაც პირობები და კონკრეტულად სტრატეგიული პარტნიორობისკენ დავბრუნდეთ ისევ.
ამ პირობებში ხა დემოკრატიის მოთხოვნა არის იქნება პრიორიტეტი თუ ის რომ ჩინეთი, ირანი და ასე შემდეგ. ანუ აი ეგ არის აქ საინტერესო რაც ჩვენ არ ვიცით. ხო, რა თქმა უნდა, საჯაროდ ეს ზუსტად არ ვიცით, თუმცა მე ვფიქრობ, რომ გარკვეული ბალანსი ამ ორ შორის. ანუ არც მხოლოდ ერთი, არც მხოლოდ მეორე და ნამდვილად იქ რაც ნახსენებია, რომ ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობაზე, ანუ ეს არის პირდაპირი მოთხოვნა, ეს უკვე საჯარო ნაწილია, რომ ქართული ოცნება, რომელიც დღეს ოპოზიციას მტრად აცხადებს და აგერ მამუკა მდინარაძემ ბრიფინგის დროს საინტერესო განცხადება გააკეთა, თქვა რომ თქვენ თქვართო უმცირესობა ოპოზიციას მიმართა და უდიდესი უმრავლესობა ჩვენ მხარს გვიჭერს. აი აქ პოლიტიკურად სულთან უნდა დავსვა კითხვა. ხომ არ დაგვავიწყდა რაღაცა? კონკრეტულად 2024 წლის არჩევნების ოცნების მიერ დათვლილი და ცესკოს მიერ გამოქვეყნებული შედეგები. მე რა პროცენტი ქონდა ქართულ ოცნებას და ჯამში ამ 4 ოპოზიციურ პარტიას? 24-ში? დიახ. ქონდა 54%-ამდე დატოვა. ანუ 53%, 57%-ის საწინააღმდეგოდ მათი დათვლილი, რომელიც ეჭქვეშ არის დაყენებული ამ 4 პარტიის მიერ, ხომ ასეა? და ადმინისტრაციული რესურსი კიდე ცალკე თემა. ანუ მათივე დათვლილი გამოდის რომ ნახევარი საზოგადოება მათ წინააღმდეგ არის და ეხლა კითხვა საიდან გაჩნდა მათ რიტორიკაში უდიდესი უმრავლესობა და თქვენ ხართ უმცირესობა ტერმინი, როდესაც არჩევნები დგინდება ეს და არა მართველი პარტიით სურვილები დგინდება ვინ არის ქვეყანაში უმრავლესობა, უმცირესობა და ასე შემდეგ. ასე რომ ქართული ოცნება აი რანაირად შეიძლება საკუთარი გამოქვეყნებული შედეგები არჩევნების გააყალბო საჯაროდ, როცა ამბობ რომ უდიდესი უმრავლესობა 53% არ არის უდიდესი უმრავლესობა. არც 47% არის უმცირესობა, რომ ესე იგი არ ჩათვალონ არაფრად ოპოზიციის ხმა და დღემდე არაფრად ჩათვალეს საქართველოს მოსახლეობის 47%-ის პოზიცია. კი ბატონო, მაგრამ მეორე ნაწილი, რომელიც ოპოზიციას ეხებოდა და საუბარი იყო ინსტიტუციების პატივისცემაზე და ასე შემდეგ, ვერ მასე გაიგო, რომ ოპოზიციასკენაც ისროლეს კენჭი, რომ აი ბოიკოტი რაღაცა ასე შემდეგ აღარ არის საჭირო და ну რაღაც არჩევნები რაც იქნება, არჩევნებში უნდა მიიღო მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, როგორი გარემო იქნება. ასე შეიძლება ეს გავიგოთ. ხო, აქ არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე არ იყო საუბარი. არა, კონკრეტულად აგრეთვე არა, ნორმა ასე გაიგო. ხო, რომ აი ბოიკოტი არასწორია, რაღაცა და ანუ შეერთებული შტატები საუბრობენ იმაზე, რომ პოლიტიკური პარტიების, პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენება არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. დღეს ამაზე საუბარი, ნახეთ, დღეს ადმინისტრაცია საუბრობს იმ პირობებში, როდესაც უკვე ვართ პრაქტიკულად გავიდა წელიწად ნახევარი, ხო, არჩევნებისგან, შესაბამისად გარკვეულწილად ვხედავთ შედეგებს და ადმინისტრაცია არის ახალი, შესაბამისად განსხვავდება წინა ადმინისტრაციის მიდგომა ამ მიმართულებით. კიდევ ერთხელ, თუ ტრანზაქციულობაზე არის საუბარი, მაშინ შესაძლოა, ხო, ტრანზაქციული ლოგიკიდან გამომდინარე, ოპოზიციურ პარტიებს რომ პარლამენტში ქონოდათ ეს მანდატი, ამის გამოყენება შეეძლოთ. მაგრამ აქ არის კითხვა. პარალელურად ოპოზიციამ დასვა კითხვა მათთან შეხვედრაზე, საჯაროდ ცნობილია, რომელიც შეეხება იმას, რომ ამ პარტიების აკრძალვას გეგმავენ. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ არსებითად არ ცვლის პარლამენტში ყოფნა არ ყოფნის საკითხი, იმას, რომ ქართული ოცნება არის მიდრეკილი ოპოზიციური ველის სამართლებრივი შეზღუდვისკენ. მოდი ამაზე ვილაპარაკოთ ახლა. ოპოზიცია უნდა შეეგუოს ამ სიტუაციას და ნუ რასიზმ რა, როგორიც არის ესეთი გარემოა, ხალხის სიხეში ზის ისე არა მიიღოს მონაწილეობა მაინც არჩევნებში, ეს არის საბოლოო ჯამში. ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს ყველა ხერხი ხელთ არსებული იმისთვის, რომ გააგრძელოს პოლიტიკური ოპოზიციური პროცესი. ეს გულისხმობს როგორც პროტესტს, რომელიც გრძელდება, ასევე გულისხმობს მოთხოვნებს ამ პროტესტის და ეს არის პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლება და ასევე რეალურად ამ პროცესის განუყოფელი ნაწილი არის, რა თქმა უნდა, საარჩევნო სისტემების რეფორმა და შეერთებული შტატები ცხადია ერთადერთი პარტნიორი არ არის საქართველოში და იქ ბევრი სხვა პარტნიორი არის გაერთიანებული სამეფო, ევროკავშირი, სხვა რიგი ქვეყნები, შესაბამისად კომპლექსში უნდა შევხედოთ ამ ყველაფერს და ამას ემატება ასევე ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორიც,
რომ ოპოზიცია ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს მზად პოლიტიკური ყველა ინსტრუმენტის გამოყენებისთვის, აი ეს გულისხმობს მათ შორის რა თქმა უნდა არჩევნებს და საერთოდ მე წინაზე საუბრობდი რომ გარკვეული ხო აი 50-50 ანუ გაყოფილი პოზიციები რაც იყო წინა არჩევნებზე, იქ შეიძლება ბევრი ვიდაოთ რეალური შედეგები როგორი იყო, მაგრამ არსით ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას რომ ქართულ ოცნებას ჰქონდეს ნამდვილად ის უმცირესობა და ოპოზიციურ მხარეს იყოს უდიდესი უმრავლესობა, შესაბამისად ამის შედეგად პოლიტიკური არჩევნების შედეგად, ანუ არჩევნებს გააჩნია საკუთარი ლოგიკა. მეორეა, რომ ჩვენ რა თქმა უნდა, ასე უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ არჩევნები იყოს რაც შეიძლება უფრო მაღალი ხარისხის და სტანდარტის და ნამდვილად და ეს დაკვირვების ქვეშ იქნება. ანუ საერთაშორისო საზოგადოება აგრძელებს საარჩევნო გარემოს მუდმივ მონიტორინგს და ყველა დასკვნა ამ ყველაფრის ნაწილია. ნებისმიერ შემთხვევაში ოპოზიცია უნდა ემზადებოდეს ასევე, რა თქმა უნდა, საკუთარი ვალდებულებების შესრულებისკენ. კი, საკუთარი ვალდებულების შესრულებისკენ, მაგრამ თუ გარემო არ შეიცვალა. ამ სიტუაციაში არჩევნებში მონაწილეობა ხوارდა მსგავსება უბრალოდ რაღაც ისე როგორც ოლიმპიადაში მთავარია მონაწილეობა და რაღაც რამდენიმე ადგილი გამოიყოფა პარლამენტს და იქნება პარლამენტში ოპოზიცია, ქუჩაში აღარ იქნება პროტესტი, ამერიკაც ყოფილი იქნება, იმიტომ რომ სტაბილურობა რამდენჯერმე არის ნახსენები, ანუ სტაბილური პოლიტიკური გარემო იქნება და ამით დასრულდება ესე ვთქვათ ეს ყველაფერი. სტაბილური პოლიტიკური გარემოსთვის საჭიროა გარკვეული ნაბიჯები ხელისუფლების მქონე ძალისგან ამ ველის გასტაბილურობისკენ. გარდა ამისა, პოლიტიკური ქუჩის პროტესტი რომ შეჩერდეს, ეს არ არის ოპოზიციის გადასაწყვეტი. შესაბამისად, იქ არსებობს მოთხოვნები, რა მოთხოვნებიც უნდა დაკმაყოფილდეს და პირველ რიგში ეს არის პოლიტიკური პატიმრების გამოშვება. არჩევნების დანიშვნა იყო მოთხოვნა იმ მომენტისთვის, თუმცა აქედან ახლა ჩვენ ასე უნდა გავითვალისწინოთ, რომ არჩევნები არც თუ ისე შორს არის და რეალურად ოპოზიცია ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ემზადებოდეს არჩევნებისთვის და არჩევნებისთვის მზადება მათ შორის გულისხმობს სერიოზულ სამუშაოს, არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ რეგიონებშიც. მოკლედ, წინა არჩევნების გამოცდილებას უნდა გავითვალისწინოთ და მე ვფიქრობ, რომ დღეს ნაადრევია ნებისმიერი გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობაზე. მთავარი არის დღესაც და მომავალი დროის განმავლობაშიც მაქსიმალურად გაძლიერდეს ოპოზიციური ფლანგი იმ მომენტში გადაწყვეტილების მიღებისთვის, სწორი გადაწყვეტილების, რომელიც ქვეყნის ინტერესებს მაქსიმალურად ემსახურება. ხო, ან ოპოზიციამ გააკეთოს ის, რაც მასზე არის დამოკიდებული. მოდი ასე. კი ბატონო, ხო? თავისი საქმე გააკეთოს ოპოზიცია. გამოვიდა რომ ეხლა ვთქვათ ხელისუფლებას ვერავინ ვერ აიძულებს რომ უკან დაიხიოს ამ ანტიდემოკრატიული ნაბიჯებისგან. იმიტომ რომ, ნუ, ვთქვათ, დასავლეთის მხრიდან არაღიარება, ამერიკის მხრიდან დაბალ დონეზე დაწევა ურთიერთობების არაფერი არ მოქმედებს. ისინი კვლავ თავისას აგრძელებენ, ხო, ხედავთ ასე. და ნუ გამოდის რომ ასეთ გარემოში მოუწევს ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობის მიღება. მოდით პირდაპირ გეტყვით, რომ ეს ბევრი საკითხი დამოკიდებულია გეოპოლიტიკურ ვითარებაზე, რომელიც ძირითადად უკავშირდება რუსეთ-უკრაინის ომს და ასევე მეზობლად სომხეთში არჩევნების შედეგებს, სომხეთ-აზერბაიჯანის ცენტრალურ აზიის რუსეთის გავლენიდან გასვლას. უკრაინის ომში დინამიკა იცვლება უკრაინის სასარგებლოდ და ამაზე მეტყველებს თუნდაც ბლუმბერგის გუშინდელი განცხადება, რომ რუსეთის მაღალჩინოსნები პუტინს აფრთხილებენ, რომ ვეღარ შეუძლიათ ომის დაფინანსება სრულფასოვნად, განსაკუთრებით უკრაინის დარტყმების შედეგად შიგნით რუსეთის ინფრასტრუქტურაზე, ნავთობის და ასე შემდეგ. შესაბამისად, გასათვალისწინებელია, რომ 2028 წლის არჩევნებისთვის ვითარება შეიძლება იყოს რადიკალურად სხვანაირი, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძირითადი არგუმენტი ოცნების არის რუსეთის მიერ წარმოებული ომის ან თავდასხმით მუქარა მოქალაქეების მიმართ და ამ მუქარამ იმოქმედა გარკვეულწილად, შესაბამისად ნებისმიერი გეოპოლიტიკური ცვლილება, რომელიც მოხსნის რუსეთის საფრთხეს და ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ ამბობდა არჩევნებზე, რომ ყისერად ომი დაიწყებაო, ანუ რუსეთი გვემუქრებოდა არჩევნების დღეს. როგორც კი საქართველოში და გეოპოლიტიკურად ჩვენს ირგვლივ ვითარება შეიცვლება, რა თქმა უნდა, ქართული ოცნება იძულებული იქნება ადაპტირდეს სრულიად ახალ რეალობას და მეტიც საქართველოს მოქალაქეებიც ადაპტირდებიან იმ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას, რომელიც იცვლება ჩვენს სასიკეთოდ მეზობელ ქვეყნებშიც
უკრაინას მიმართულებითაც საბოლოო ჯამში ირანშიც კი როგორი ცვლილებები იყო, შესაბამისად ეს ყველაფერი გრძელვადიანად საქართველოს გამარჯვებას უზრუნველყოფს. გიორგი ტუმასიანი იყო ჩვენი სტუმარი, ჯერ საქართველოს წევრი, ეს მოძრაობა არის, მაგრამ მალე პარტიად გადაკეთდება და ახალი პოლიტიკური პარტია იქნება ჩვენს ორბიტაზე.